მოგესალმებით აჭარის ტელევიზიის პირდაპირ ეთერშია თოქ-შოუ ეკონომიკური სტრატეგია. მე ფირუზ ბოლქვაძე გახლავართ. დღეს ჩვენ მეწარმეთა უფლებების დაცვის მექანიზმებზე ვისაუბრებთ, უფრო ზუსტად კი იმ სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რომლებიც ბიზნესმენთა შელახული უფლებების აღდგენაზე მუშაობენ. მოგეხსენებათ, რომ ასეთი ინსტიტუტები ჩვენს ქვეყანაში არც თუ ისე დიდი ხნის წინ გაჩნდნენ და შეიძლება ითქვას, რომ მათი გამართული ფუნქციონირება გარკვეულწილად პრობლემებთანაც არის დაკავშირებული. დაახლოებით იგივე შეიძლება ითქვას ბიზნეს ომბუდსმენის ინსტიტუტზეც, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მხოლოდ 2011 წელს შეიქმნა, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ კი მისი გაუქმება იგეგმებოდა, თუმცა ეს საკითხი ყოფითად გადაწყდა. სჭირდება თუ არა დღეს ბიზნესმენებს საკუთარი უფლებების დამცველი ორგანიზაციები, რომლებიც მათ სამთავრობო სტრუქტურებთან გაჩენილი პრობლემების მოგვარებაში სასამართლოს გვერდისავლით ალტერნატიული გზებით დაეხმარებიან. ამ და თემასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე ჩვენ ბიზნეს ომბუდსმენ გიორგი გახარიასა და კერძო სამართლის ექსპერტ საქართველოს საარბიტრაჟო ასოციაციის დამფუძნებელ როსტომ გუნთაიშვილთან ერთად ვისაუბრებთ. მოგესალმებით ბატონ როსტომ, მივესალმებით ბატონ გიორგის, რომელიც დედაქალაქის სტუდიაში იმყოფება და ჩვენს დიალოგში და მოკლე პერიოდში ჩაერთვება. მანამდე კი მე მინდა ესე ვთქვათ გადაცემის შესავალ ტექსტში გაჟღერებული კითხვით მოგმართოთ. როგორია მდგომარეობა დღეს ჩვენს ქვეყანაში? დგას საჭიროება იმისა, რომ ბიზნესმენებს ყავდეთ თავიანთი უფლების დამცველი? აი ტერმინებთან დაკავშირებით ცოტა განსხვავებული ტერმინები. მე ვიყენებ მხოლოდ იმ ტერმინებს, რომლებიც საქართველოს სამართლებრივ სივრცეშია მოქცეული. და ეს განსხვავებული ტერმინები მინდა რომ ჩვენ ტელემაყურებლებმა გაიგოს ისე, რადგანაც მე იურისტი ვარ და არ შემიძლია სხვა ტერმინები გამოვიყენო. მე ვიცი მეწარმე სუბიექტები და ვიცი რეზიდენტები, რომელიც აღიარებს საქართველოს საგადასახადო კოდექსი. ამიტომ როცა მე ვამბობ ესე იგი მეწარმე სუბიექტს, ამ შემთხვევაში ვისაც როგორ გავხარდება ისე გაიგოს, მათ შორის ბიზნესმენები არიან. იმიტომ რომ მეწარმე სუბიექტი და ბიზნესმენი არის თუ არა ეს ურთიერთ სინონიმის სიტყვები. რა თქმა უნდა, სამართლებრივ სივრცეში მათ ყველას თავისი ფუნქციები გააჩნია. ამიტომ ყველა სუბიექტს, ვინც დღეს საქართველოს ეკონომიკურ სივრცეში მოიაზრება, ვინც არ უნდა იყოს, რა თქმა უნდა, ჭირდება აუცილებელი და გარდაუვალი დაცვის მექანიზმები. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ისინი უნდა მოქმედებდეს სამართლებრივ სივრცეში, მაგრამ ამავე დროს ჭირდება დაცვის მექანიზმები, ვინაიდან აი რო არ ყოფილიყო კონფლიქტი, საზოგადოება ვერ განვითარდებოდა, ადამიანი ბორბალს არ გამოიგონებდა. ადამიანი არ წავიდოდა ევროპაში დასავლეთის მიმართულებით და არ აღმოჩნდა ახალ კონტინენტს. ანუ ყოველთვის არსებობდა აი ეს კონფლიქტი არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. სამართლებრივ სივრცეთად დალაგებული არ არის. რას გულისხმობთ ამაში? გულისხმობ მაგალითად, გულისხმობ რას? აი თქვათ, საგადასახადო სამართალი, რომელიც ადმინისტრაციული სამართლებრივ სისტემაში შედის, არის ჯერჯერობით ისევ ორაზროვანი, ბუნდოვანი მთელი რიგი ტექსტები და ტერმინები არ არის მკაფიოდ გამოხატული და გაგებული მეწარმე სუბიექტებისათვის და დავის შემთხვევაში იგი წყდება სახელმწიფოს სასარგებლოდ. ანუ სახელმწიფომ შექმნა საგადასახადო სამართლის ნორმები, მაის ინტერესში შედიოდა რომ იგი ყოფილიყო ბუნდოვარი და რაც შეიძლება მეტი დარღვევების შესაძლებლობა ჰქონდა მეწარმე სუბიექტს და აქედან გამომდინარე სასამართლო პრაქტიკაც უწყობს ხელს ამ მოვლენას, ანუ დავების გადაწყვეტის რეჟიმში მყოფ სუბიექტებს და საკითხები წყდება სახელმწიფოს ამ შემთხვევაში ადმინისტრაციულ ორგანოს მხარდაჭერით და სასარგებლოდ. აი რო გაერთიანებაში რო შევალთ, მთელ ევროპაში არსებობს ერთი პრინციპი. ყველა ბუნდოვანი, ყველა გაურკვეველი ტექსტი სამართლის ნორმის მოქმედებს მხოლოდ და მხოლოდ ანუ თქვენ იმას რომ სუბიექტების სასარგებლოდ უნდა არსებობდეს ინსტიტუტები, რომლებიც მეწარმეების და ბიზნესმენთა უფლებებს დაიცავენ, უკავშირებთ საკანონმდებლო ხარვეზებს? იცით რა, ის კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ საკანონმდებლო ხარვეზების აღმოჩენა შეიძლება მხოლოდ უშუალო საქმიანობის პროცესში. ანუ არ შეიძლება სამართლის ნორმა ცალკე იყოს და აი მეწარმე სუბიექტები და რეზიდენტები ცალკე იყვნენ. როგორც კი ისინი ურთიერთობაში შედიან სამართლებრივ გარემოებებში, აი იქ უკვე ჩანს რეალურად სამართლის რომელი ნორმა არ არის სამართლიანი. სამართლის რომელი ნორმა არის ბუნდოვანი. სამართლის რომელი ნორმა არ იძლევა გარკვეულ, ესე იგი პირდაპირ
განმარტებას და ის შეუძლია მხარეებმა თავიანთი შეხედულებისამებრ გამოიყენონ და მათ შორის სასამართლო გადაწყვეტილებების პროცესში. ალბათ იქნებიან რეალობაში ქვეყნები, რომლებსაც მოწესრიგებული საგადასახადო კოდექსი აქვს, საკანონმდებლო თვალსაზრისით უფრო ნაკლები ხარვეზების შემცველი, ესე ვთქვათ, მაგრამ ამ ქვეყნებშიც არსებობენ ინსტიტუტები, რომლებიც მუშაობენ მეწარმეთა უფლებების. ბატონო ფირუზ, მინდა მოგახსენოთ, რომ ასტრონომები როცა ამბობენ, რომ მარსზე იყო სიცოცხლე და აღარ არის, ჩვენი იურისტები ვამბობთ, დიახ, აღარ არის, იმიტომ რომ მარსზე იყო ძალიან ცუდი საგადასახადო კოდექსი. ანუ ცუდი საგადასახადო კოდექსი ყოველთვის ნიშნავს და ცუდი სამართლებრივი ნორმები. ეს იუმორი, ნახევრად ხუმრობით. ახლა უკაცრავად მე ზოგჯერ იუმორითაც შემიძლია გითხრათ, მაგრამ საქმე იმაშია, რომ არა მხოლოდ საგადასახადო კოდექსი, ანუ ის ატმოსფერო, რომელთაც შეიქმნება სამართლებრივი რეგულაცია და დიდი მადლობა რომ მომიწვიეთ დღეს სტუდიაში, ვინაიდან თქვენი გადაცემებში მთელ რიგ საკითხებში მე ძირითადად მაყურებელი ვარ, თქვენ და არსებობს საკითხები, როდესაც თქვენი სტუმრები არ არიან დარწმუნებული სამართლებრივ რეგულაციებში და ზოგჯერ შეცდომებს უშვებენ. ამიტომ ვფიქრობ, რომ აი ეს პრაქტიკა თუ აგრძელდება მომავალში, არა მარტო ჩვენ ქალაქში ყავს ძალიან კარგი სპეციალისტები ამავე სფეროში, ალბათ სხვაებიც გამოვლენ და იტყვიან თავიანთ მოსაზრებას. აუცილებლად, რა თქმა უნდა, ბატონო როსტომ, გეთანხმებით ამაში. ჩვენ უკვე საშუალება გვაქვს, რომ პირდაპირ ეთერში გავისაუბროთ ბიზნეს ომბუდსმენს. მოგესალმებით, ბატონო გიორგი. ძალიან დიდი მადლობა, რომ მონაწილეობას ღებულობთ ჩვენს გადაცემაში და გამონახეთ, რომ უპასუხოთ ჩვენ შეკითხვებს. პირველი შეკითხვით მინდა სწორედ ტერმინებთან დაკავშირებით მოგმართოთ. როდესაც თქვენ დაინიშნეთ ბიზნეს ომბუდსმენად საქართველოს მაშინდელი პრემიერ-მინისტრის ბატონ ივანიშვილის წარდგინებით, თქვენ მაშინ თქვით ესეთი რამ, რომ მიმდინარეობს მუშაობა უშუალოდ ინსტიტუტის სახელის განსაზღვრასთან დაკავშირებით. ანუ მაშინ ინსტიტუტს ერქვა საგადასახადო უფლებადამცველი, თუ არ ვცდები, საგადასახადო ომბუდსმენი. და თქვენ მაშინ აღნიშნეთ ერთ-ერთ ინტერვიუში, რომ მიდის მუშაობა საკანონმდებლო კუთხით, რომ განისაზღვროს ინსტიტუტის სახელწოდება და ოფიციალურადაც თქვენი ინსტიტუტი მოიხსენიებოდეს როგორც ბიზნეს ომბუდსმენის ინსტიტუტი. თუ განხორციელდა ეს ცვლილება და ხომ არ ასახულა ეს თქვენს უფლებამოსილებებსა და ესე ვთქვათ კომპეტენციებზე? გამარჯობა, პირველ რიგში მადლობა მოწვევისათვის. დასმულ შეკითხვას ვპასუხებდი შემდეგნაირად. საქმე იმაშია, რომ საკანონმდებლო ცვლილება უკვე მზად არის, მაგრამ ის ჯერ არ განხორციელებულა. საქმე იმაშია, რომ ამას ჭირდება გარკვეული ხანმოკლე პერიოდი შეთანხმებისთვის, მაგრამ ფუნქციონალურად დიდი ცვლილებები არ იქნება, რადგან გადასახადის გადამხდელი ჩვენ აღვიქვამთ როგორც მეწარმე სუბიექტს, რომლის უფლებების დასვასაც ჩვენ გამახორციელებთ. ძალიან კარგი, ბატონო გიორგი, წარმატებებს გისურვებთ და იმედია იქნება განსაზღვრული ერთხელ და სამუდამოდ თქვენ ხართ ამ შემთხვევაში საგადასახადო ომბუდსმენი თუ ბიზნეს ომბუდსმენი, ვინაიდან ეს გარკვეულწილად თქვენ კომპეტენციებსაც განსაზღვროს, ბუნებრივია. უკვე ერთ წელზე მეტია, რაც თქვენ ამ თანამდებობაზე ხართ, ბატონო გიორგი, და მე მაინტერესებს როგორი ესე ვთქვათ სამუშაო ხედვა ჩამოყალიბდა ამ მთელი ამ ხნის განმავლობაში თქვენი პოზიციიდან. კონკრეტულად გულისხმობ იმას, რომ თქვენ მაინც ესე ვთქვათ ხელისუფლების პირველი პირის მიერ დანიშნულ ესე ვთქვათ თანამდებობის პირადი ითვლებით და ესე ვთქვათ ექსპერტების გარკვეული ნაწილი ხაზს უსვამს ამას, რომ თქვენ მაინც მთავრობის ნაწილს წარმოადგენთ. როგორ ჩამოყალიბდა თქვენი ესე ვთქვათ დამოკიდებულება მეწარმეებთან და მთავრობასთან მიმართებაში? დღეს თქვენ ხართ უფრო მეტად შუამავალი მეწარმეებს და მთავრობის წევრებს შორის თუ ხართ მეწარმეთა უფლებების დამცველი, ესე ვთქვათ, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით? ასე ვთქვათ, შეფასების თემა ეს მიგვინდია მეწარმეებისათვის, რაც აბსოლუტურად ობიექტურია და გასაგებია, ეს ერთი, მეორე, ჩვენ ვართ მეწარმეების დამცველები, მათი კანონიერი უფლებების დამცველები და ჩვენი ინსტრუმენტი არის ის მედიაციის საშუალება, რომლებიც გვაქვს სწორედ იმის ხარჯზე, რაც გამომდინარეობს ამ ასე ვთქვათ ინსტიტუტის მთავრობის მიერ დაარსების და მისი ხელმძღვანელის დანიშნვის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ ვახორციელებთ მეწარმეთა კანონიერი უფლებების დაცვას იმ მედიაციის საშუალებით, რომელსაც გვაძლევს სახელმწიფო უწყებებთან კომუნიკაციების ეფექტური აწყობის საშუალება.
ბატონო გიორგი, როგორია სტატისტიკა მომართვიანობასთან დაკავშირებით? ბოლო 1 წლის განმავლობაში თუ აწარმოეთ რაიმე ტიპის, ესე ვთქვათ, გაანგარიშება, რა ტიპის პრობლემებთან დაკავშირებით მოგმართავენ ბიზნესმენები ძირითადად ვინ მოგმართავენ უფრო მეტად მცირე თუ საშუალო და მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები და როგორ ხდება ამ საკითხების გადაწყვეტა? რა უფრო მეტად აწუხებთ ბიზნეს წრეებს საქართველოში? რა მიმართულებით თვლიან ისინი, რომ უფრო მეტად ირღვევა მათი კანონიერი უფლებები? მომართვიანობის ძირითადი თემები არის საგადასახადო უწყებებთან ურთიერთობის თემები, დარიცხვების თემები, ფინანსის სამინისტროსთან ურთიერთობის თემები, იქიდან გამომდინარე, რომ ფინანსის სამინისტროს ძირითადი მედიაციის ბოლო ეტაპი არის ფინანსის სამინისტროს დავების საბჭო, სადაც ჩვენი წარმომადგენელი გვყავს დაახლოებით 45-50%-მდე არის მომართვები საგადასახადო თემატიკასთან დაკავშირებით. შემდგომ ეს მომართვები უკვე, ასე ვთქვათ, იშლება სხვა უწყებებთან, ეს შეიძლება იყოს გარემოს დაცვა, ლიცენზირების მექანიზმები, ან თუ კონკურენციული კანონმდებლობის არარსებობა, რომელიც უკვე ამუშავდა, შეიძლება იყოს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული საკითხები, პრივატიზაციის თემები და ასე შემდეგ. უწყობრივად ეს იყოფა ძირითად სამინისტროებთან, რომლებიც ოპერირებენ ეკონომიკის დარგში. რაც შეეხება დაყოფას მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებით, იქიდან გამომდინარე და მსხვილი ბიზნესის მიმართულებით, იქიდან გამომდინარე, რომ რაოდენობრივად მცირე და საშუალო ბიზნესი უფრო მეტია, შესაბამისად მათი მომართვებიც უფრო მეტია, თუმცა პროცენტულად რო შევადაროთ, აქ დიდი განსხვავება არ არის. ჩვენ მოგვართმევ როგორც მსხვილი კომპანიების წარმომადგენლები, ასევე მცირე და საშუალო კომპანიების წარმომადგენლებიც. ბატონო გიორგი, ჩვენთვის ცნობილია, რომ ძალიან დიდი ნაწილი იმ ბიზნესმენთა, რომლებიც შელახული უფლებების აღდგენასთან დაკავშირებით თქვენ მოგმართავენ, დაზარალდნენ წინა ხელისუფლების პირობებში, ბევრ მათგანს მათ წაართვეს ბიზნესი, ან იძულებით გადააფორმებინეს წილები და ისინი დღეს ითხოვენ შელახული უფლებების აღდგენას. ამასთან დაკავშირებით როგორია თქვენი ხედვა და ამ მომართვიანობაზე თუ შეგიძლიათ დაასახელოთ რაიმე კონკრეტული ციფრები და კონკრეტული შედეგები? რაც შეეხება მომართვიანობას იმ სახის თემებზე, რომელზეც თქვენ ბრძანებთ, ეს ყოველად ცნობილია, რომ არსებობს სერიოზული პრობლემა, რომლის გადაჭრის მექანიზმებიც არაერთგვაროვანია და არ არის მარტივი. ჩვენ ამ მიმართულებით, ჩვენი უფლებამოსილებიდან გამომდინარე, გვაქვს რამოდენიმე მექანიზმი და ეს მექანიზმი ძირითადად განისაზღვრება, ასე ვთქვათ, იურიდიული ან კონსულტაციური დახმარების ჭრილში. მიდგომა ჩვენი ამ მიმართულებით არის მარტივი, რომელიც ჩვენ არაერთხელ დაგვიფიქსირებია. სამწუხაროდ უნდა ითქვას, რომ უმრავლესი ასეთი სახის საქმეების ფორმალური იურიდიული მხარე არის დასრულებული. შესაბამისად, მათი გაცოცხლების ერთადერთი მექანიზმი არის ახლა დაგამოვლენილი გარემოებები და საქმის ხელახალი გამოძიება. პირველი ელემენტი და პირველი პრინციპული მიდგომა ჩვენი მდგომარეობს იმაში, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი, ასე ვთქვათ, ძირითადი მომართვების პირველ ეტაპზე დაიწყო, მათ ჰქონდათ ასეთი კოლექტიური ხასიათი. ჩვენ ვაფიქსირებთ პოზიციას, რომ აქ ძალიან ბევრი ნიუანსებია კონკრეტულ კეისთან დაკავშირებით და არანაირი, ასე ვთქვათ, კოლექტიური მიდგომა აქ ვერანაირი შედეგამდე ვერ მიგვიყვანს და ჩვენ ყოველთვის ვაფიქსირებთ პოზიციას იმ ხალხთან, ვინც ჩვენ მოგვართავდა, რომ ჯობია ინდივიდუალურად საქმის გაცოცხლების შემთხვევაში სასამართლოს გზით რომ გადაწყდეს ეს პრობლემა. ეს ერთი პრინციპული მიდგომა და მეორე პრინციპული მიდგომა, რომელიც ჩვენ ასევე ვაფიქსირებთ, რომ ასეთი საქმეების პირობებში გადაწყვეტილების შედეგის მიღება შესაძლებელია მხოლოდ ფორმალური იურიდიული მხარის სრული დაცვის შემთხვევაში, რადგან ჩვენ არ აღმოჩნდეთ ასეთ ჩაკეტილი წრის პირობებში, როდესაც დღეს ჩვენ რაღაცნაირად გადავწყვეტთ ამ პრობლემას, შემდგომ რამოდენიმე წლის შემდეგ ვძდებთ ასეთ საკითხს, რომ ის კვლავ შეიძლება იყოს გასაჩივრებული და ეს ამ წრეზე სიარული ჩვენ შედეგს არ მოგვიწევს. ამიტომ ვთვლი და დღესაც ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ეს უნდა იყოს ერთადერთი ფორმალური იურიდიული მხარის სრული დაცვის საშუალებით საქმის გაცოცხლების, ახალი გარემოების გამოვლენის და საქმის გაცოცხლების, ახალი გამოძიების და სასამართლო გზის იმ უფლებების აღდგენა, რომლის დარღვევაც სასამართლოს მიერ იქნება დადასტურებული.
ბატონო გიორგი, თქვენ ახსენეთ ტერმინი ფორმალური იურიდიული მხარე და ამაზე გააკეთეთ აქცენტი, რომ ამ საქმეების ამ უმრავლესობაში ეს ფორმალური იურიდიული მხარე არის დასრულებული. ვინც იურისპრუდენციაში კარგად არის გარკვეული, ბუნებრივია მათ ესმით რაზეა საუბარი. მაგრამ შესაძლებელია ძალიან ბევრ მეწარმეს, რომელსაც ჰქონდა პრობლემები და მოგმართეს თქვენ, არ ესმოდეს რას ნიშნავს ეს. თუ შეგიძლიათ უფრო კონკრეტულად რომ განმარტოთ, რას გულისხმობთ ამაში? ну საქმე იმაშია რომ თქვენ სტუდიაში მე იურისტი არ გახლავთ მე ამ პროცესებს ყველაფერს უყურებ როგორც ბიზნეს პროცესებს ხო თქვენ სტუდიაში მაგალი კვალიფიკაციის იურისტი ხართ და მან შეიძლება ამაზე ელემენტარულად განმარტება გააკეთოს მაგრამ ფორმალურად ჩემი ასე ვთქვათ ორიოდე სიტყვით ვთქვათ ფორმალური იურიდიული მხარეს დასრულებას ჩვენ უყურებთ, როდესაც ყველანაირი ფორმალური იურიდიულად აუცილებელი ხელშეკრულება იქნება ეს თუ ეტაპები არის შესრულებული და ძალადობის გამოყენებით ან თქვათ ნაწილობრივ ზეწოლის მეშვეობით გამსხვილებელ მხარეს აქვს გარკვეულ დოკუმენტებზე ხელი მოწერილი. ეს ერთი მხარე. მეორე მხარე არსებობს, როდესაც ხდებოდა გარკვეული კომპანიების აქტივების გასხვისება და არ ხდებოდა მისი საბაზრო ღირებულების გადახდა, მაგრამ ხდებოდა ნაწილობრივ ანაზღაურება. ესეც ასეთი პრობლემური საკითხი. არის მხარეები, როდესაც ვთქვათ, ამ ხდებოდა უკვე კეთილსინდისიერ შემძენებზე ამ აქტივების გასხვისება, რომლებმაც ბოლო 5-6 წლის განმავლობაში ამ აქტივებში გარკვეული ინვესტირება გაახორციელეს და დღის მათი კაპიტალიზაცია უკვე სულ სხვა არის. პრობლემები ძალიან ბევრია. მიდგომებიც კონკრეტული თემატიკაც სხვადასხვა შესაბამისად კიდევ ერთხელ ვიმეორებ ეს იყო ის ძირითადი მიზეზი რის გამოც ჩვენ ვფიქრობდით და დღესაც ვფიქრობთ რომ ასეთი საქმეების ასე ვთქვათ გამოძიება უნდა მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ ინდივიდუალური მიდგომით წინააღმდეგ შემთხვევაში არსებობს დიდი რისკი რომ გარკვეული ასე ვთქვათ პოლიტიკური გადაწყვეტილებების ხარჯზე მიღებული ასე ვთქვათ შედეგები შეიძლება გარკვეული პერიოდის შემდეგ კვლავ გახდეს გასაჩივრების საგანი და კვლავ მოხდეს მათი ამ აქტივების კითხვის ნიფლობელობის კითხვის ნიშნის დაყენება. საქმე იმაშია რომ რაც უფრო დიდია მასივი ასეთი წილი ეკონომიკის ბრუნვიდან ეს სადავო თემები, სადავო აქტივები ფაქტობრივად გამოდის და შესაბამისად ეს სერიოზულ ზიანს მიაყენებს თვითონ ეკონომიკის დასწრას. გასაგებია ბატონო გიორგი თქვენი პოზიცია ჩვენ რამოდენიმე წუთში აუცილებლად დაგიბრუნდებით დარჩით ხაზზე ამჯერად თქვენ მიმანიშნეთ რომ ჩვენ მაღალი კვალიფიკაციის იურისტი ყავს ეთერში და მას სწორედ იგივე კითხვით მინდა მიმართო ბატონ როსტომ ჩვენი შეკითხვა როგორც მოისმინეთ ბატონ გიორგისთან უпростоრად ერთ-ერთი შეკითხვა შეეხებოდა იმ ადამიანების თემატიკას რომელმაც წინა ხელისუფლების პირობებში იძულების თუ სხვა ზეგავლენის გამო გადააფორმეს წილები ან დაკარგეს ბიზნესი და პირდაპირ ვთქვათ წაართვეს მათ საქმიანობის საშუალება და წაართვეს ქონება. ბატონი გიორგის პოზიცია არის ესეთი, ვინაიდან თქვენ არ გქონდათ საშუალება მისი კომენტარი მოგესმინათ ამაზე. გეტყვით რომ ბატონი გიორგის პოზიცია გულისხმობს იმას რომ ამ ბევრ ამ საქმესთან მიმართებაში იურიდიული ფორმალური პროცესი დასრულებულია. და თუ გაჩნდება ახალი გარემოებები, ისევ იურიდიული პროცესების დაცვით უნდა მოხდეს, ესე ვთქვათ, შელახული უფლებების აღდგენა. თქვენი მოსაზრება როგორია ამასთან დაკავშირებით? თქვენ თუ გაქვთ რაიმე ხედვა ჩამოყალიბებული, როგორ უნდა მოხდეს ამ ადამიანების შელახული უფლებების აღდგენა, ვინაიდან მე გავეცანი სტატისტიკას და ძალიან დიდი წილი ბიზნესმენთა მიმართვიანობისა ომბუდსმენის სახელზე, მოდის სწორედ იმ ადამიანებზე, რომლებიც დაზარალდნენ წინა ხელისუფლების პირობებში. დიახ, მინდა ჩემი გულისკევილი გამოვხატო იმასთან დაკავშირებით, რომ როცა ბატონ გიორგის ნიშნავდნენ ამ თანამდებობაზე რა თქმა უნდა მე უკვე გრძნობდი იმ უდიდეს ტვირს და უდიდეს პასუხისგებლობას, რომელსაც მოუწევდა ბატონ გიორგის ამ კითხვებზე პასუხის გაცემა. 21 საუკუნეში საქართველოს თავისუფალი ეკონომიკის და საბაზრო სივრცეში ის რაც დამართა ხელისუფლებამ მეწარმე სუბიექტებს ეს არის კატასტროფა. ძალიან ცუდი შედეგით დამთავრდება. ძალიან დიდი დრო დაჭირდება იმას, რომ მეწარმე სუბიექტებმა ხელახლა ირწმუნონ იმაში, რომ ისინი თავისუფლები არიან და შეუძლიათ
სამეწარმეო საქმიანობა გამართვა. ბატონი გიორგის შეანიშნა, მე ვფიქრობ, ყურადღება იყო იმასთან დაკავშირებით, რომ ჩნდება საშიშროება ასეთ შემთხვევაში, რომ აღმოჩნდეთ ჩაკეტილ წრეში. ანუ შემდგომშიც თუ თქვათ კონკრეტული პიროვნების უფლებების აღდგენა მოხდება, რომელიც ფლობდა ბიზნესს, ანუ დაიბრუნებს ის თავის ბიზნესს, თავის ქონებას, შესაძლებელია მისი საკუთრების უფლება შემდგომში ისევ დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ. ანუ იმ ადამიანმა, ვინც თქვათ მისი უფლებების აღდგენამდე გარკვეული პერიოდის მანძილზე მართავდა ამ ბიზნესს, ისევ გამოხატოს პრეტენზია, რომ უკან დაიბრუნოს ეს ბიზნესი. იმ ხელა ორმო მოთხარა 9 წლის განმავლობაში ბიზნესმენების გარშემო მართლმადიდებლო პოლიტიკურმა სისტემამ, რომ ამ ორმოს შევსება დაწყებულია, მხოლოდ და არ არის შევსებული. მე ამ ორმოზე როცა ვჟელობ, ეს ორმო უბსკულად გადაიქცა საბოლოოდ. აი ყველა ის ინდივიდი ცალკე მეწარმე, რომელსაც ჯერით ხო წართვეს უზარმაზარი ქონება. შემდგომ ვიღაცას ჩაუკლეს შიგთვე სურვილი და განწყობა იმისა, რომ ისინი ყოფილიყვნენ მეწარმეები. არც ზუბალაშვილი, არც ცხონებული ყველა ის ადამიანები, ვინც უდიდესი ბიზნესი შექმნენ საქართველოში, თავის დროს, როდესაც საქართველოში ეს ყალიბდებოდა, ისინი რომ აი ამ სიტუაციაში აღმოჩენილიყვნენ, მერწმუნეთ, მის გარშემო ვერავინ ვეღარ იარსებებდა. აი ამ ტრაგედიის გამო. როგორ უნდა გადაწყდეს? ჩვენი ფორმატი არ გვიყოფა ამ საკითხზე პასუხის გასაცემად. ეგ საკითხი გადასაწყვეტია, მაგრამ არა პრეცედენტის თვალსაზრისით. მხედველობაში მაქვს არ უნდა გამეორდეს და სახელმწიფომ უნდა მოგცეს გარანტია, რომ ასეთი რამ აღარ მოხდება და რაც შეიძლება ხელი შეუწყოს. სხვადასხვა ელემენტები არსებობს. პარლამენტს ჰქონდა რამდენიმე გზის მცდელობა სხვადასხვა მიმართულებით, მაგრამ ყველაფერი ეს ამას გამოეცალა პოლიტიკური ნება, ხელისუფლების პოლიტიკური ნება და როგორც მე ვხედავ ამ ეტაპზე რაიმეს თქმა იმის შესახებ, რომ აი ეს მეწარმეები, რომლებმაც ძალიან დიდი ერთ სიცოცხლის ფასად ყველაფერი ეს გააკეთენ, რომ მათი უფლებები აღდგება საკუთრებასთან მიმართებაში და მინდა გითხრათ, რომ ადამიანის უფლებათა სამართლის თეორიის და პრაქტიკის აღიარებით საკუთრება ისევე ხელშეუვალია, როგორც სიცოცხლე. თუ საქართველოში იჯება ვინმე სიცოცხლის ხელყოფისათვის, ისევე უნდა დაისაჯოს საკუთრების ხელყოფისათვის, რაც არ მოხდა. ჩვენთან საკუთრებას კონსტიტუციაც იცავს, თუმცა წინა ხელისუფლების პირობებში სამწუხაროდ ჰქონდა პრეცედენტები, კონვენციური დაცვა. არ იყო საკუთრების უფლება გარანტირებული და დაცული სამწუხაროდ. მაგრამ მე მინდა კითხოთ ერთი რამ, აი თქვენ საუბრობთ იმაზე, რომ უნდა მოხდეს სამართლებრივად ამ ყველაფრის მოგვარება, ანუ იზიარებთ ბატონი გიორგი გახარიას პოზიციას. მე მაინტერესებს თუ წარმოგიდგენიათ ბიზნეს ომბუდსმენის როლი ამ შემთხვევაში. მან რა უნდა გააკეთოს იმისთვის და უნდა ჩაერთოს თუ არა საერთოდ ომბუდსმენის ინსტიტუტთან დაკავშირებით. მე აი ამ თვითონ ომბუდსმენის ინსტიტუტურ გაგებას მე უყურებ დაახლოებით ბოლო 25 წელიწადია. და როდესაც საქართველოში პირველად შემოვიდა ეს ტერმინი დაახლოებით 15 წლის წინათ, უაღრესად საინტერესო იყო მოვლენა. ამიტომ რომ სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვაგვარადაა გადაწყვეტილი. მოდით ამ ინსტიტუტზე აუცილებლად ვისაუბროთ, მაგრამ მანამდე მე მაინტერესებს თქვენი პოზიცია კონკრეტულად იმასთან დაკავშირებით, უნდა ჩაერთოს თუ არა ამ პროცესებში ბიზნეს ომბუდსმენი, ვინაიდან ეს მეწარმეები მიმართავენ ბიზნეს ომბუდსმენს. ბუნებრივია ისინი მიმართავენ სასამართლოებსაც, გასაჩივრების ყველა მექანიზმს იყენებენ, მაგრამ ამავდროულად მიმართავენ ბიზნეს ომბუდსმენსაც. თქვენ ხედავთ ამ პრობლემების გადაჭრაში ბიზნეს ომბუდსმენის როლს? ბიზნეს ომბუდსმენი ამ საკითხს ვერ გადაწყვეტს. მას მხოლოდ და მხოლოდ შეუძლია თავისი ანგარიშებით, თავისი, ასე ვთქვათ, პოზიციით ყველა დონეზე. თუ კი მას მოусმენენ ხელისუფლების დონეზე, თუ მას მოусმენენ პარლამენტის დონეზე, სტაბილურად შეუქცევადად კონდეს ერთი პოზიცია, რომ ბიზნესმენები, რომლებთა საკუთრების უფლება იყო შელახული, ისინი დააღდგენ თავიანთი საკუთრების უფლებაში. თუნდაც რესტიტუციის გზით. მე რას ვამბობ რესტიტუციასთან დაკავშირებით? პირველი, საქართველოს არ მიიღო კანონი რესტიტუციის შესახებ, როდესაც გამოცხადდა, ანუ 1990 წლის 28 ოქტომბრის შემდგომ მოვლენებზე ვამბობ. მხედველობაში მაქვს საკუთრებაში, მემკვიდრეობით საკუთრებაში უფლებაში აღდგენაში. ადამიანები, რომელსაც ეხლა ქონება წაართვენ მეწარმეებს და მათი რაოდენობას ნელ-ნელა კლებულობს, მხედველობაში მაქვს ასაკის ჯანმრთელობის ძალიან ბევრ შეერყა ჯანმრთელობა და მათი მემკვიდრეები რჩებიან და
და ისინი არ არიან ამ უფლებებში არ ჩანა არსად. ჯერ მათ ხო არ აძლევენ უფლებს, მაგრამ შესაძლებელია მომავალში გადასცეს საკითხი. სახელმწიფო უფრო ფინანსურად და ეკონომიკურად ძლიერი იყოს. ამავე დროს ნაკლებად სავარაუდოა, რომ საქართველოს შეგვიძლია რესტიტუციამ გვიშველოს. აი მე ამიტომ ვამბობდი, რომ მე როცა საქართველოს პირველივე დამოუკიდებლობის დღეები ვნახე, ეს არის 90 წლის 28 ოქტომბრის შემდგომ მოვლენები, პირველი რითაც შევთავაზე საქართველოს პარლამენტს ეს იყო ორი კანონის მიღება. ეს იყო კანონი რესტიტუციის შესახებ და კანონი ლუსტრაციის შესახებ. ძალიან საინტერესო თემაა, ბატონო როსტომ, ამ თემაზე აუცილებლად გავაგრძელებთ ჩვენ საუბარს, ოღონდ გადაცემის მეორე ნაწილში, ჩვენ დროებით გემშვიდობებით, რამდენიმე წუთში პირდაპირ ეთერში დავბრუნდებით, არ გადაერთოთ ჩვენ თემაზე საუბარს სტუმრებთან ერთად კვლავ გავაგრძელებთ. ჩვენ პირდაპირ ეთერში ვაგრძელებთ მუშაობას, შეგახსენებთ, რომ დღეს ჩვენ მეწარმეთა დაცვის მექანიზმებზე ვსაუბრობთ. ჩვენი სტუმრები კი გახლავთ ბიზნეს ომბუდსმენი გიორგი გახარია და კერძო სამართლის ექსპერტი როსტომ გულთაიშვილი. მე სანამ ბატონ გიორგის მორიგი შეკითხვებით მიმართავ, იმედია მისი ნებართვით მექნება საშუალება ამჯერად შეკითხვით ბატონ როსტომ თქვენ მოგმართოთ, ვინაიდან ჩვენ საუბრობდით საკმაოდ საინტერესო თემაზე, სანამ იყო ესე ვთქვათ დროს ჩართვა და დროს ანონსი. ეს თემა შეეხებოდა მომართვიანობის თემატიკას. თქვენ გაქვთ საკმაოდ დიდი საარბიტრაჟო პრაქტიკა, ესე ვთქვათ, რაც ძალიან უცხოა იმ ორგანიზაციებისთვის, რომელიც საქართველოში ამ მიმართულებით მუშაობენ. ვინაიდან მათი დიდი ნაწილი თუ ასეთები რა თქმა უნდა არსებობენ და მე ეჭვება რომ მათი რიცხვი საკმაოდ დიდი იყოს, არც თუ ისე დიდი ხნის წინ შეიქმნენ და ეხლა ითვისებენ ბაზარს, ესე ვთქვათ. თქვენი ორგანიზაცია არ არის კომერციული ორგანიზაცია, არ არის მოგებაზე ორიენტირებული. რა არის თქვენი მიზნები და რამ განაპირობა თქვენი ორგანიზაციის ჩამოყალიბება? მე პირველ რიგში მოგმართავთ ამ შეკითხვით იქედან გამომდინარე, რომ ვფიქრობ ბატონი გიორგისთვისაც და მას აქვს საშუალება მოგისმინოთ თქვენ საკმაოდ საინტერესო იქნება ამ თემაზე საუბარი, ვინაიდან ეს შეეხება იმ კერძო ესე ვთქვათ კერძო სამართლის იურიდიულ პირებს, რომლებიც ამ მიმართულებით მუშაობენ და არ არიან უშუალოდ დაკავშირებული სახელმწიფო ინსტიტუტებთან და ბუნებრივია ასეთი ორგანიზაციების მიმართ საზოგადოების და ბიზნესმენთან დობაც შესაბამისად ალბათ უნდა იყოს უფრო მაღალი. სამეწარმეო ურთიერთობის სუბიექტების მიმართ მწყრალად მხოლოდ ბოლშევიკები იყვნენ 70 წლის განმავლობაში. მთელი კაცობრიობის ისტორიაში მეწარმე სუბიექტები მართავდნენ სახელმწიფოთა ეკონომიკურ პოტენციალს, ძირითად მიმართულებებს. მესოპოტამია იქნებოდა ეს თუ დამოუკიდებელი ქვეყნები იტალიის. ანუ ცნობილია ყველასთვის ჩინელი მეწარმეები. შახ-აბასი რუსეთთან მეგობრობდა მხოლოდ იმის გამო, რომ რუსეთის გავლით საქონელი შეეწამა ევროპაში. ძალიან საინტერესო შედარებებია, მაგრამ მოდით ჩვენ ქართულ რეალობაზე გავაკეთოთ. ქართული ცნობიერებაში სამეწარმეო საქმიანობა არ იყო უცხო, მაგრამ ის ძალიან რთულად იკიდებდა ფეხს ქართველი კაცის ბუნებაში არსებული სიამაყის გამო. ამიტომ იუდეველები მოდიოდნენ და საქართველოში ვაჭრობდნენ, ყიდულობდნენ და ყიდდნენ. მოვიდა შემდგომ ცნობილი პიროვნებები მე-19 საუკუნეში, მე-20-ში და ასე შემდგომ. ანუ საქართველოში რამ განაპირობა ასეთი ტიპის ორგანიზაციების გაჩენის აუცილებლობა? ეხლავე აგიხსნით. საქმე იმაშია, რომ სასამართლოები ყველა ქვეყანაში არსებობს, მაგრამ სასამართლოთა ფუნქციები იმდენად გადატვირთულია და ისტორიულად სასამართლოზე უფრო ადრე იყვნენ მომრიგებელი მოსამართლეები. მომრიგებელი მოსამართლეები იყვნენ სწორედ მთელ იმ გარემოებებს დაარიგებდნენ და დავაში მყოფ პიროვნებებს. საქართველოს სამართლის ისტორია უაღრესად უმნიშვნელოვანესი ქართული ძეგლებითაა აღსავსე, მაგრამ სასამართლო სისტემის გადატვირთულობა, რა თქმა უნდა, ჯერ ერთი მომხანცველია სასამართლოსთვის და შემდგომ ამისა ვერ არის, ასე ვთქვათ, დრო აღარ აქვს იმისთვის, რომ უფრო დეტალურად გამოწილებით იმუშაოს მთელ რიგ საკითხებზე. ამიტომ არსებობს ალტერნატიული პროცესები, ეხლა ბიზნესმენისთვის, სასამართლოსთვის მიმართვა საკუთარი დაარღვეული უფლებების აღდგენასთან დაკავშირებით არის უფრო რთული, ვიდრე ისეთი ტიპის ორგანიზაციებისთვის, როგორიც არის ბიზნეს ომბუდსმენი და თუნდაც არბიტრაჟი. ბიზნეს ომბუდსმენი ვერ გადაწყვეტს საკითხს. ბიზნეს ომბუდსმენს შეუძლია დაარიგოს
მიცეს განმარტება, როგორ მოიქცეს, რა თანმიმდევრობით და დაეხმაროს ქმედით დახმარება გაუწიოს, ყველა იმ საკითხში, რომელშიც იგი ვერ ერკვევა. მაგრამ გადაწყვეტილებას ვინმე სასარგებლოდ ვერ მიიღებს. გამოდის რომ ამ შემთხვევაში თქვენ უფრო მეტი უფლებამოსილები გქონიათ ესეთი ხელი მოქმედების არეალი, ესე ვთქვათ, ვიდრე ბიზნეს ომბუდსმენს? აი, სწორედ ომბუდსმენის სამართლებრივი ცნება სწორედ ეს არის მაშველი დამხმარე, პირველი პირი, ვისაც ნებისმიერ 24 საათიან რეჟიმში მეწარმე სუბიექტი უყურებს როგორც გადამრჩენელს, მის დამხმარეს. თქვენ ვიხართ ამ შემთხვევაში? მე ამ შემთხვევაში ვარ ორი პიროვნება ერთდროულად. პირველი, ესა ვარ, მე ვარ მედიატორი. მე მაქვს გამოჩნია საერთაშორისო სერტიფიკატი. მე შევიძლია მხარეები მოვარიგო, შევახვედრო, დავეხმარო. მათ ნაცვლად გადაწყვეტილება კი არ მივიღო, დავეხმარო, რომ მათ შორის დავა მორიგებით დასრულდეს. კონსენსუსით დასრულდეს, მაგრამ ეს მიღწევადია მხოლოდ ერთ შემთხვევაში, როცა ისინი დარწმუნებული არიან ჩემს პროფესიონალიზმში და ჩემს მიუკერძოებლობაში. თუ კი ჩემში ისინი ოდნავაც ეჭვი შეეპარებათ, იმაში რომ მე მიკერძოებული ვარ და არა ვარ პროფესიონალი, რა თქმა უნდა ისინი ჩემთან არ მოვლენ. მხოლოდ მათი სურვილია საჭირო და რაც შეეხება, ესე იგი მოვარიგო, იმიტომ რომ მორიგება არის ყველაზე კარგი გამოსავალი სამეწარმეო ამ სამსახურის გაწევისთვის თქვენ აღნიშნეთ, რომ თქვენი ორგანიზაცია არ მუშაობს კომერციულ მოგებაზე. მაშინ რა არის იდეა თქვენი ორგანიზაციის შექმნის პრაქტიკის დანერგვა? ესეთი შტაბ-ბიჭდილება არ მინდა დაგჭეთ, რომ ჩვენ ალტრუისტები ვართ, ყველაფერს ვაკეთებთ კომუნისტური, ანუ რაღაც და ვიღაც არავინ ჩვენ არაფერს არ გადაგვიხდის. ჩვენ მხარეებს ვთავაზობთ მორიგდით. რა თქმა უნდა გვაქვს ჩვენი ტარიფები, მაგრამ თუ გადახდისუნარიანი არ არის, არასდროს არ დგას საკითხი იმასთან დაკავშირებით, რომ თქვენ აუცილებლად თუ არ გადაიხდით, ჩვენ არ მოგარიგებთ. არ მივიღებთ აი ამ აქტიურ მონაწილეობას. ხოლო რაც შეეხება არბიტრაჟს, არბიტრაჟის ასევე დამოუკიდებელი გადამწყვეტია ის წყვეტს, ვინ არის ტყუანი და ვინ არის მართალი ამ შემთხვევაში, მათ შორის დავაში. მაგრამ ესეც მიდის მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მხარეთა შორის მორიგება შეუძლებელია. აი ეს მომენტია ძალიან მნიშვნელოვანი. სასამართლოში მოსამართლეს არ აქვს შეუძლია შესთავაზოს მორიგითო, მაგრამ არცალია და დრო არ აქვს იმდენი, იმიტომ რომ 180 საქმე აქვს განსახილველი უახლოეს პერიოდში. მე 10 წლის განმავლობაში დაახლოებით 600-მდე საქმე განვიხილეთ. დაახლოებით 50-60 საქმე წელიწადში. და როგორი იყო სტატისტიკა? ვისასარგებლოდ გადაწყდა საქმე? არა, უკაცრავად იცი რა, არბიტრაჟი სწორედ იმით განსხვავდება სასამართლოს, რომ არბიტრაჟ დავის განხილვებში ჩვენ კონფიდენციალობას ვიცავთ. სასამართლო ღია ყველასთვის. არბიტრაჟი დახურულია. აქ საუბარია მხოლოდ სტატისტიკაზე. რამდენი საქმეზე შეიძლება ვისაუბროთ, მინდა სიამაყედ გითხრა, 2/3 მორიგებით დავასრულეთ. 2/3 მორიგებით დავასრულეთ. მაგრამ არის თელი რიგი შემთხვევები, როდესაც მხარეები უაღრესად ჭირვეულები არიან, ესე იგი, ასე ვთქვათ, აი ლუარსაბის პოზიციად მაგრად დგანან თავიანთ საკითხზე, მაგრამ მათთვის ეს პოზიცია წამგებიანია. თქვენს ორგანიზაციას როგორც მითხარით, აქვს საერთაშორისო საარბიტრაჟო დავების განხილვის მექანიზმი. ესე ვთქვათ, სტატუსი და მექანიზმი. გაგვაჩნია. ეს არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო არბიტრაჟი, რომელსაც აქვს 3 წლის გამოცდილება. 3 წლის განმავლობაში 50-მდე საქმე განვიხილეთ. მათ შორის იყო საქმეები, როდესაც საქართველოს რეზიდენტი მეწარმე სუბიექტი ედავებოდა პოლონეთში რეგისტრირებულ სუბიექტს, სერბეთში სუბიექტს, თურქეთში არაერთი და რამდენიმე ათეულიც გვაქვს ესეთი გადაწყვეტილებები. ეს გადაწყვეტილებები ყველა აღსრულებულია. ბატონ როსტომ, ძალიან საინტერესოა, მე მინდა ბატონ გიორგის დაუსვა კითხვა ამასთან დაკავშირებით. ბატონო გიორგი, თუ მოგმართავენ თქვენ უცხოელი ინვესტორები ან ბიზნესმენები კონკრეტულ პრობლემასთან დაკავშირებით, შელახულ უფლებებთან დაკავშირებით, თუ ყოფილა შემთხვევები, რომ მათ მოემართათ დახმარების გასაწევა თქვენთვის და რა პრაქტიკასთან ქონდა საქმე ამ შემთხვევაში? ჩვენთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს უცხოელი ინვესტორია ეს თუ უკვე აქ მიმდინარე ბიზნესი. ჩვენთვის ეს არის გადამხდელი, ეს არის ბიზნესი, რომელიც ოპერირებს საქართველოში. არიან ასეთი ინვესტორები, რომლებიც მოგვართავენ და მათ იგივე რეჟიმში, როგორც ყველა სხვასთან მიმართებაში ვცდილობთ გაუწიოთ ის დახმარება, რომელიც შეესაბამება ჩვენს უფლებამოსილებას. მოდი აქვე კითხავთ ბატონო გიორგი,
თუ იყო მომართვიანობა ბიზნეს წრეების მხრიდან შელახული უფლებების აღდგენასთან დაკავშირებით ხელისუფლების შეცვლის შემდეგ და როგორია სტატისტიკა იმ საჩივრებთან მიმართებაში, რომელიც მანამდე არღვეული უფლებების მქონე ბიზნესმენების მხრიდან შემოვიდა. Ну, ზუსტად ცოტა ცუდად ისმოდა, ზუსტად ვერ გავიგე შეკითხვა, მაგრამ როგორც ხვდები შეკითხვა ეხებოდა, შეიცვალა თუ არა სტატისტიკა, ვთქვათ 2015 წლის ხარისხობრივი სტატისტიკა შემოსული, ასე ვთქვათ, მომართვებით. გასაგები. Ну, კიდევ ერთხელ მეორებ, რომ ჩვენ ფაქტობრივად დღეის მდგომარეობით და ჩვენ ფუნქციონირებთ 1 წელია და რამოდენიმე თვე, ხო? არ ქონია შემთხვევა кейსი, რომელიც ეხებოდა საკუთრების უფლებების დარღვევას. ეს არის როგორც ფაქტი, ასეთი кейსი არ ქონია. სხვა ყველაფერი ყოფილა. მაგრამ საკუთრების უფლების დარღვევასთან მიმართებაში არც ერთი кейსი არ ყოფილა. დანარჩენი ძირითადად როგორც მოგახსენეთ, დავების სხვადასხვა სახისაა, როგორც საგადასახადო, ასევე ყველანაირი. მაგრამ ერთადერთი აჩემინა დავაფიქსირო, საკუთრების უფლების დარღვევასთან მიმართებაში ჩვენ მომართვები ჯერ არ ქონია. საბედნიეროდ. ბატონო გიორგი, მე მაინტერესებს თქვენი მოსაზრება იმ ორგანიზაციების ფუნქციონირების თაობაზე და ამ ორგანიზაციების ერთ-ერთი წარმომადგენელი ბატონი როსტომი ჩვენი სტუმარია. მე მგულისხმობ ორგანიზაციებს, რომლებიც ესე ვთქვათ, მუშაობენ ესეთი ტიპის დავების გადაწყვეტაზე. როგორია თქვენი ინსტიტუტის პოზიცია ასეთი ტიპის ორგანიზაციებთან მიმართებაში? უნდა შეეწყოს ხელი ამ ორგანიზაციების განვითარებას თუ რაიმე ტიპის უარყოფითი ზემოქმედება შეიძლება მოხდეს ბიზნეს საქმიანობაზე დამოუკიდებელი მიმართულებით, როცა მუშაობენ ორგანიზაციები ამ კუთხით. ანუ მე ვგულისხმობ, როცა ისინი არ არიან ერთიანი პოლიტიკის ჩარჩოებში. მხოლოდ მისასალმე ეს მხოლოდ მისასალმებელია, საერთოდ ვთვლი, რომ ქვეყანაში საარბიტრაჟო კანონმდებლობა არის წესრიგში მოსაყვანი და საერთოდ არბიტრაჟის ინსტიტუტი არის გასაძლიერებელი. საქმე იმაშია, რომ დავები სრულიად სხვადასხვანაირია, ხო? ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში ვმუშაობთ იქ, სადაც მეწარმის ბიზნესის კანონიერი უფლება ირღვევა მის სახელმწიფოსთან ურთიერთობაში, დამოკიდებულებაში, ხო? ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უფრო მეტი, ასე ვთქვათ, მასივი პრობლემების არსებობს ბიზნესების ერთმანეთთან ურთიერთობებში და მათი დავების გადაწყვეტის დღევანდელი ერთ-ერთი საშუალება არსებობს სასამართლო, რომელიც არის გრძელვადიანი, საკმაოდ მძიმე და ასე შემდეგ. ამიტომ რაც შეეხება არბიტრაჟის სისტემას, ის ქვეყანაში აუცილებლად რაც უფრო მალე ამუშავდება და ეფექტურად იქნება ძალზედ მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ეკონომიკის განვითარებას. მაგრამ აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ არბიტრაჟის ინსტიტუტი არ უნდა იყოს ანგაჟირებული როგორც სახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდან, ასევე გარკვეული, ასე ვთქვათ, ბიზნეს კოალიციების მხრიდანაც. არბიტრაჟის ინსტიტუტის, ასე ვთქვათ, წარმატება დამოკიდებულია სულ რამოდენიმე თემაზე, დამოუკიდებლობაზე და კომპეტენციის ხარისხზე. ამ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ ეს ინსტიტუტი მიაღწევს ეს ინსტიტუტები მიაღწევენ წარმატებას და ვფიქრობ, რომ სახელმწიფო ყველანაირად უნდა შეუწყოს ხელი, რომ ეს ძლიერი საარბიტრაჟო ინსტიტუტები შეგვიქმნას ქვეყანაში. ბატონო გიორგი, ჩვენ გადაცემის დასაწყისში საუბრობდით ზოგადად ამ ინსტიტუტების ფუნქციონირებისთვის არსებულ გარემოზე. ბატონი როსტომ გუნთაიშვილი დამეთანხმება თავადაც ალბათ ამბობს იმას, რომ აუცილებელია გაიმართოს საკანონმდებლო ბაზა. ანუ გარკვეულწილად მან გამოთქვა მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ესეთი ტიპის ორგანიზაციების არსებობის აუცილებლობა ეფუძნება იმას, რომ ქვეყანაში არ არის მოწესრიგებული საგადასახადო კანონმდებლობა. იზიარებთ თუ არა თქვენ ამ მოსაზრებას და მე რამდენადაც ვიცი თქვენ აკეთებდით კიდევაც ინტერვიუებში აქცენტს იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანაში აუცილებელია რიგი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება იმისთვის, რომ ბიზნესმენებს შეექმნათ უფრო, ესე ვთქვათ, თავისუფალი სამუშაო გარემო და უფრო ნაკლებად მოხდეს მათი უფლებების დარღვევა. არა, ეს ჩვენი მიდგომა ელემენტარული, ვფიქრობთ, რომ ქვეყანაში საგადასახადო ადმინისტრირება უნდა გამარტივდეს. შესაბამისად, გამარტივებაში ჩვენ გულისხმობთ როგორც საკანონმდებლო ბაზის დახვეწას, რაც
არ უნდა გვაძლევდეს ასე ვთქვათ ორაზროვანი განმარტებების გაკეთების საშუალებას ეს მნიშვნელოვანი მომენტია ეს გასათვალისწინებელია და ამ მიმართულებით ფინანსური მინისტრო გარკვეულ ნაბიჯებს დგამს და ხდება დახვეწა საკანონმდებლო ბაზის აქ აბსოლუტურად ვეთანხმები იმ პოზიციას რომელიც თქვენმა სტუმარმა დააფიქსირა რამდენად კმაყოფილი ვართ ჩვენ იმ დროით იმ ტემპით როგორც ეს ხდება ვფიქრობ რომ ამის გაკეთება უფრო ეფექტური იქნება უფრო სწრაფად რადგანაც შედეგიც უფრო სწრაფად დაგვიდგება. ბატონ გიორგი, საკანონმდებლო ცვლილებების პარალელურად თქვენ საუბრობთ ხშირად იმაზე, რომ უნდა მოხდეს ბიზნესმენთა კომპეტენციის ამაღლება. თუ შეიძლება უფრო დეტალურად რო განმარტოთ, რას გულისხმობთ ამასთან დაკავშირებით, ხომ არ ფიქრობთ, რომ თუ ესე ვთქვათ, ბიზნესმენები, ანუ ადამიანები, რომლებსაც აქვთ ბიზნესები და ახდენენ მათ ადმინისტრირებას, თუ იქნებიან ისინი მომზადებული, უფრო ნაკლები შანსია, რომ მათი უფლებები იქნას შელახული. ანუ მე ვგულისხმობ იმას, რომ ისინი უფრო მოტივირებული იქნებიან, რომ სხვების დახმარების გარეშე თვითონვე დაიცვან თავისი უფლებები. ხომ არ უკავშირდება ამას თქვენი ის პოზიცია, რომ უნდა მოხდეს ბიზნესმენთა კომპეტენციის ამაღლება? რა თქმა უნდა, ეს ლოგიკურია და მეთანხმეთ ხომ, რომ რაც უფრო მაღალია ბიზნესის კომპეტენცია, მით უფრო ასე ვთქვათ, ნაკლები შანსი ეძლევა შესაბამის ადმინისტრირების ორგანოებს გამოიყენოს მათი ასე ვთქვათ კვალიფიკაციის არცოდნის ელემენტი. ეს ერთი, მაგრამ ეს არ არის მთავარი გახლავთ ის მომენტი, რომ როგორც ვიცით, ჩვენთვის უკვე ფაქტობრივად იხსნება ევროპის ბაზარი, აქ კი ცოდნა და კომპეტენციის ელემენტი უფრო მაღალ ხარისხს მოითხოვს. წინამორბედ შემთხვევაში ჩვენ გაგვიჭირდება კონკურენცია გაუწიოთ მაღალ კვალიფიციურ ევროპულ ბიზნესს ეს არა თუ მათ ბაზარზე ექსპორტის რეჟიმში არა ჩვენს ადგილობრივ ბაზარზე იმპორტის რეჟიმშიც კი ვფიქრობ რომ ეს ჩვენ ამ თემას აუცილებლად შევეხებით მე დაგისვა კითხვას კიდევაც ამასთან დაკავშირებით მაგრამ მანამდე ბატონ როსტომთან მინდა გადავიდე ვინაიდან მე შევატყვე რომ წინა შეკითხვასთან დაკავშირებით ბატონ როსტომს ჰქონდა განსხვავებული პოზიცია თქვენ არ თვლით ბატონ როსტომ რომ თუ ესე ვთქვათ ბიზნესმენთა კომპეტენცია მათი მომზადების და განათლების დონე დამკვიდრდება როგორც მაღალი სტანდარტი, ისინი უფრო მეტად იქნებიან დაცულები თავიანთივე ინტელექტუალური რესურსით და აღარ დასჭირდებათ საარბიტრაჟოს, ბიზნეს ომბუდსმენის და სხვა ესეთი ტიპის ორგანიზაციების დახმარება. მეწარმეობა თავისთავად ერთ-ერთი პროფესიონალური საქმიანობაა. მეწარმეობა არ შეიძლება გავიგოთ როგორც ადამიანის რაღაც დროებითი საქმიანობის ან მოქმედება, რომელიც არ იცის რა უნდა გააკეთოს. მეწარმეები ესეთივე პროფესიონალები არიან, როგორიც არიან ფრინავები, ექიმები, იურისტები და ყველა დანარჩენი დაახლოებით, როგორც ვიცი 2500-მდე სპეციალობა, ჟურნალისტები, თქვენ პროფესიონალი ზანდებით. აი ესეთები არიან მეწარმეების. ისინი ქმნიან თავიანთ ასოციაციებს, და თქვა მეღვინეთა ასოციაცია ან კავშირი, მეფუტკრეთა მოკაცრავად, რა ვიცი, საავტომობილო ტრანსპორტის, აი ახლა დღეს ვკითხულობდი ერთ-ერთ გაზეთში, აი გადაზიდვები, ლოჯისტიკა, ყველაფერი ეს პროფესიონალებმა უნდა, მაგრამ აი ეს პროფესიონალები როცა ერთიანდებიან ერთ გილდიაში, ისინი ქმნიან აუცილებლად თავიანთი პროფესიული დაცვის მექანიზმებსაც. სახელმწიფო მათზე არ იზრუნებს. ხედულობაში არ მაქვს შეხედულებას არ ვიზიარებ, რომ აი სახელმწიფომ უნდა აუცილებლად რომელი პრიორიტეტები მიანიჭოს. დიახ, პრიორიტეტი შეიძლება განსაზღვროს მთლიან პოლიტიკაში, მაგრამ არა რომელიმე დარგების მიმართულებით. ამიტომ თუ კი დღეს ვინმე კარგი მოდელიერია, ის მოდელიერი ამავე დროს შეიძლება იყოს კარგი მეწარმეც, იმიტომ რომ მოდელიერმა შექმნას მოდელი, მაგრამ მას სჭირდება ბატონო ჩემო ბიზნეს მენეჯერი, მართვის საკითხები, ანუ პროფესიონალური ნიშნით გაერთიანებები. აი ეს პროფესიონალური მეთევზეები იქნებიან თუ ვინც არ უნდა იყოს. ჯერ პროფესიონალური ნიშნით გაერთიანებები. შემდგომ ჩამოაყალიბონ თავიანთი პოზიციები, ესე იგი რა უგუშლით მათ სამეწარმეო საქმიანობაში ხელს. შემდგომ შექმნან თავიანთი დაცვის მექანიზმები. მე მესმის ახლა შესაძლებელია ეს ალბათ იქნება გარანტია რომ უფრო ნაკლებად დაირღვა სახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდან რამდენიმე აგრარული სფეროს მეწარმე სუბიექტია, მაგრამ არ ყავს ადვოკატი, არ ყავს იურისტი, ვერ იცავს თავის, გაერთიანდნენ, შექმნან და აიყვანონ თავიანთი, ანუ რაღაც აიყვანონ თავიანთი ადვოკატი, რომელიც მოემსახურება.
ანუ ეს ყველა ელემენტები ჩამოყალიბების სტადიაშია. ჩვენ როცა წინა გადაცემაში ერთ-ერთ გადაცემაში მეაქანე მსჯელობდით თქვენთან ერთად და ვილაპარაკეთ, ესე იგი, აგროკოოპერატივების შესახებ. აგროკოოპერატივები ევროპაში 1885 წელს მათი ასოციაცია შეიქმნა. თქვენ წარმოიდგინეთ 1885 წლიდან დღემდე ისინი ასოციაცია რა დონეზე ავიდოდა რა? ჩვენ ეხლა ვიწყებთ ასოციაციაც არა გვაქვს. აი რაღაც ერთიანი ნიშნით არ არიან გაერთიანებულები. ბატონი გიორგი აქ არის და მისმენს ახლა მე და მისი ინტერესიც რა თქმა უნდა არის. ის აუცილებლად ყველას ეკითხება. თქვენ შექმნით თქვენი რაღაც თანამოაზრეთა ერთი გუნდი. ჩამოაყალიბეთ ბატონი გიორგი ალბათ ეუბნება როგორც მე მის ანგარიშებს კითხულობ, რომ ის გაუწევს შუადღულობას ხელისუფლების წინაშე. ეს არის ომბუდსმენი, თორემ ეხლა ყველას მარტო საჩივრებით რომ იმართონ, წამართვენ ქონება დამიბრუნებ, ბატონი გიორგი ქონებას ვერავის ვერ დაუბრუნებს. ისე ბატონ გიორგის მინდა შევეკითხო თუ შეიძლება თქვენი ნებართვით. ბატონი გიორგი, მაქვს პატივი თქვენ და მე 1995 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა და 24 აპრილამდე იმავე წლის ცვლილება საგადასახადო კოდექსში, რომელიც არბიტრაჟს აძლევდა უფლებას განეხილა დავები საგადასახადო სივრცეში თანხმობის ისიმ წესების დაცვით. 24 აპრილს 95 წლის 6 თვით შეჩერდა ამ მუხლის მოქმედება, მე საერთოდ ამოიღეთ. თქვენ როგორ ფიქრობთ მომავალში? უნდა იყოს თუ არა არბიტრაჟის ინსტიტუტის მიერ ქვემდებარე განეხილოს დავები, რომლებიც ადმინისტრაციულ სამართლებრივ სივრცეში იქნებიან მოქცეული, ანუ საგადასახადო სამართლებრივ სივრცეში. მოვისმინოთ ბატონი გიორგის კომენტარი ამ კითხვასთან დაკავშირებით და შემდეგ მე მექნება ჩემი შეკითხვა. გისმენთ ბატონო გიორგი. იდეალურ ასე ვთქვათ, იდეალურ კონცეფტში ვფიქრობ, რომ ასე იქნებოდა სწორი. მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში ფაქტიურად არბიტრაჟის პრაქტიკა არ არსებობს რამოდენიმე წლის განმავლობაში და დღის მდგომარეობით ასეთი უფლებამოსილების, ასეთი ტვირთის ახლად, ასე ვთქვათ, გაცოცხლებული და ახლად შექმნილი არბიტრაჟის ინსტიტუტებზე დაკისრება, ვფიქრობ, რომ იქნებოდა რისკის შემცველი. ამიტომ უნდა დავიწყოთ, ასე ვთქვათ, ნაბიჯ და იდეალური იქნებოდა ეს შემთხვევა, როდესაც ქართული არბიტრაჟი ინსტიტუტები მოიხვეწნენ ისეთ, ასე ვთქვათ, ავტორიტეტს და ისეთ ნდობის ფაქტორს, როდესაც როგორც ერთი მხარე სახელმწიფო და მეორე მხარე ბიზნესი მზად იქნებოდა საგადასახადო დავებიც განიხილოს არბიტრაჟის ინსტიტუტში, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ამას დაჭირდება წლები. ეს არ არის ის, ვთქვათ, უფლებამოსილება, რომლის ასე ადვილადაც და ეს იმდენად მძიმე ფუნქცია, მნიშვნელოვანი ფუნქცია, რომლის ასე ადვილადაც მიცემა არბიტრაჟისთვის ვფიქრობ, რომ იქნებოდა ცოტა ნაადრევი. ჯერ უნდა ვნახოთ საარბიტრაჟო ინსტიტუტები როგორ ნდობას მოიპოვებენ და დროთა განმავლობაში ვფიქრობ, რომ იდეალურ შემთხვევაში შესაძლებელია ასეთი უფლებამოსილების დელეგირებაც. ვფიქრობ, რომ პასუხი დამაკმაყოფილებელია. ბატონო გიორგი, მე მინდა კითხოთ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებასთან დაკავშირებითაც ჩვენ ამ თემას რამოდენიმე წუთის წინ შევეხეთ კიდევაც. ძალიან საინტერესოა, როგორ აისახება ეს ყველაფერი საქართველოში ბიზნესმენთა უფლებების დაცვაზე. და ხომ არ ფიქრობთ, რომ ამის შემდეგ აუცილებელი გახდება ბიზნესმენთა უფლებების დაცვაზე მომუშავე ინსტიტუტების და ესე ვთქვათ, ორგანიზაციების რეფორმირებაც, მათ შორის თუნდაც საგადასახადო ომბუდსმენის ინსტიტუტის რეფორმირებაც. აქ რაღაც ასე ვთქვათ, ძალზედ მნიშვნელოვან კავშირს ვერ ხედავ, ელემენტარულად ის ხელშეკრულება, რომელმაც უნდა გააცოს ხოლოს უფრო აქტიური გახადოს და უფრო მასშტაბური, როგორც ადგილობრივი ბიზნესი, ასევე ინვესტიციები საქართველოს ეკონომიკაში, შესაბამისად, აქ ფუნქცია ჩვენი გაიზრდება, ასე ვთქვათ, მუშაობის ტემპის დასთან ერთად. გასაგებია, რომ ის სტანდარტები, რომლებიც არსებობენ ევროპაში, ჩვენ დროთა განმავლობაში ნელ-ნელა უნდა გადმოვიტანოთ საქართველოს საკანონმდებლო სივრცეზე, რაც თავისთავად გააძლიერებს როგორც საკუთრების უფლების დაცვის მიმართულებით ჩვენი ბიზნესის დაცულობას, ასე სხვა მიმართულებითაც. ეს შეიძლება იყოს კონკურენციის თემატიკა, დემპინგის თემები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ყველა ის სტანდარტი, რომელიც მიღებულია ევროკავშირის ბიზნეს სივრცეში.
ბატონო როსტომ, როგორია თქვენი მოლოდინი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაფორმების შემდეგ ბიზნესმენთა უფლებების დაცვის კუთხით? უფრო აქტიურად, უფრო კვალიფიციურად მოხდება და უფრო ამაღლდება ეს დაცვის სტანდარტები თუ უნდა ველოდოთ იმას, რომ ასეთი ტიპის მექანიზმების გამოყენება უფრო ნაკლებად საჭირო გახდება მეწარმეებისთვის? დღეს ბათუმში დაიწყო და ხოლ დასრულდება სწორედ საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც განიხილავს ამ საკითხს. მე მთელი დღის განმავლობაში კონფერენციაზე ვიყავი და რო გამოვედი კონფერენციიდან და როგორც კი ჩავთეს საინფორმაციო საშუალებები, ეგ საკითხი მე-5, მე-6, მე-7 სიუჟეტში გავიდა. გამიკვირდა. ესე იგი, მთელი რიგი საკითხები ამაზე წინ მოდით უფრო კონკრეტულად თქვენს მოლოდინზე ვისაუბროთ. ჩემი მოლოდინი იყო ის, რომ 25 დღეა ჩვენ ვართ ევროპულ ეიფორიაში. ანუ ქართველებს გვახასიათებს ეს გაგრძელებული, გახანგრძლივებული ახალი წელები, დღეები და ქორწილები. ხედულობაში მაქვს. ეხლა უფრო მეტი უნდა ვიზრუნოთ იმისთვის, რომ ჩვენ ევროგაერთიანებაში ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდგომ რაც შეიძლება ოპტიმალურ ვადაში მთელი ინტელექტუალური პოტენციალის გამოყენებით, რაც შეიძლება მალე მოხდეთ ამ ინტეგრირებულ სივრცეში. მე 99 წელსში ვიყავი სტრასბურგში 2 თვე და მაინტერესებდა, როცა საქართველოში ყველა იძახის, რომ მე სტრასბურგის სასამართლოში ვიჩივლებ, სტრასბურგში ვიჩივლებ, მაინტერესებდა სტრასბურგის სასამართლოში თუ ჩივლობს ვინმე, რას დაობენ სტრასბურგის სასამართლოში იქაური მეწარმე სუბიექტები სამეწარმეო სფეროში და თუნდაც ფიზიკური და იურიდიული სხვა პირები. და იქ სასამართლოში მივიდით, მაინტერესებდა ბოლო გადაწყვეტილება და ნახე ბოლო გადაწყვეტილება და აღმოჩნდა, რომ სტრასბურგის სასამართლოში 80% დავებისა ესე იგი, აი ამ ადმინისტრაციული სამართლებრივი, სამოქალაქო სამართლებრივი სივრცეში არის 80%. დავარი ანტიმონოპოლიური საქმიანობის არასრულყოფილად შესრულებაზე ხელისუფლების მხრიდან. ანუ ფიზიკური და იურიდიული პირები ედავებიან ხელისუფლებას, ესე იგი, ყურში ხელი ჩაავლე მონოპოლის და ნუ მიცემ შესაძლებლობას, რომ მან მონოპოლიური საქმიანობა გაავრცელოს ბაზარზე. ჩვენ ჯერჯერობით საქართველოში საერთოდ ხოლმე სიტყვა მონოპოლია გაგიგონია, მაგრამ პრაქტიკულად წეგან ბატონმა გიორგიმ ახსენა, სწორედ ეს არის, აი სწორედ, მაგრამ პრაქტიკულად ჯერჯერობით არაფერი არ იკეთდება. ინტეგრირება იმას ნიშნავს, რომ მე საქართველოს აი ამ ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში მე მიმაჩნია, რომ ჩვენ უნდა დავიტოვოთ ჩვენი ქართული ღირსებები, მაგრამ ამავე დროს უნდა მივიღოთ ის ღირებულებები, რაც სამეწარმეო სივრცეში ნამდვილად აქვს წარმატება ევროპელებს. სამეწარმეო სივრცეში, სხვა ეკონომიკური ურთიერთობის სივრცეში, პროფესიონალიზმის სივრცეში, შრომის მოხმარებობის სივრცეში, ხარისხიანი პროდუქციის შექმნის სივრცეში, ყველაფერი აქვს ევროპელებს და ეს აუცილებლად რაც შეიძლება მოკლე პერიოდში უნდა შევისწავლოთ და ავითვისოთ. ბატონო გიორგი, ჩვენი გადაცემა დასასრულს უახლოვდება, ამიტომ ჩვენ კიდევ გვაქვს რამოდენიმე წუთი და მინდა დაგითმოთ დრო იმისთვის, რომ ვითხრათ თქვენ საომავლო გეგმებზე უახლოეს პერიოდში როგორ აპირებთ თქვენი ინსტიტუტის, თქვენი მუშაობის გაფართოვებას, რეგიონებზე გავრცელებას, ესე ვთქვათ, და დასკვნით ეტაპზე რამოდენიმე რჩევასაც თუ მისცემთ მეწარმეებს იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა გააკეთონ, რომ მათი უფლებების დარღვევა უფრო ნაკლებად მოხდეს სახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდან, ნამდვილად არ იქნება ცუდი და სიამოვნებით მოისმენენ ალბათ ისინიც. რჩევას თავისუფლებას მიცემ და არ მიცემ მეწარმეებს, რადგან ვთვლი, რომ ეს არის აბსოლუტურად ინდივიდუალური თემა, რაც შეეხება უფლებების დაცვის მხრივ ჩვენი ასე ვთქვათ კონტაქტები ღიაა და როგორც კი ისინი ჩათვლიან საჭიროდ შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ. ეს ერთი. მეორე, მნიშვნელოვანი თემაა რეგიონებთან დაკავშირებით, ჩვენ ხედავთ, რომ ალო გვესმის ისმის თქვენი ხმა. მნიშვნელოვანი თემაა, რომ ადგილობრივი ლოკალური ბიზნესების, ასე ვთქვათ, დახმარებაც გახდეს ჩვენი პრიორიტეტი. აქედან გამომდინარე, ჩვენ, ასე ვთქვათ, სიახლეს გეტყვით, ვცდილობთ და ვთვლით საჭიროდ, რომ დავაყენოთ საკითხი ჩვენი წარმომადგენლის საჭარეს რეგიონში, ასე ვთქვათ, ამოქმედებასთან დაკავშირებით. ჩვენ გვაქვს ასეთი ინიციატივა, რომელსაც ვფიქრობ, დავაყენოთ შესაბამისი უწყებების წინაშე. ასე რომ, ასე ვთქვათ, ორი ოდესიტყვით მომავალი გეგმების
თაობაზე ვაპირებთ გავაძლიეროთ ინსტიტუტი, მივცეთ მას უფრო რეგიონული ჭრილი და ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით წინ კიდევ ბევრი სამუშაო გვერის. ძალიან დიდი მადლობა ბატონო გიორგი, მე გემშვიდობებით, წარმატებებს გისურვებთ და ალბათ ის ადამიანი, ვინც იქნება ბიზნეს ომბუდსმენის წარმომადგენელი, შემდგომში აუცილებლად იქნება ჩვენი გადაცემის სტუმარიც და ისაუბრებს რეგიონში არსებულ ვითარებაზე, ბიზნესმენთა უფლებების დაცვის კუთხით. წარმატებებს გისურვებთ კიდევ ერთხელ გემშვიდობებით და იგივე საშუალება მინდა მოგცეთ ბატონო როსტომ თქვენ, რომ ესე ვთქვათ, შეაჯამოთ ჩვენი გადაცემა, შეაფასოთ გარემო, რომელშიც ესე ვთქვათ ბიზნესმენები მოღვაწეობენ და თუ გექნებათ რჩევები მეწარმეებისთვის ამ კუთხით. პირველი რაც მინდა ჩვენს მეწარმეებს მივცე რჩევები. ბევრი არა, მაგრამ მათ შორის აღმოჩნდნენ ისეთი მეწარმეები, რომელთაც ძალიან მარტივად მიეჩნიათ, რომ სამეწარმეო საქმიანობა მარტივი საქმეა. მე ერთ-ერთ ნობელის პრემიის ლაურეატს მოусმენე, იგი ისრაელში 5 წლის ასაკიდან ბავშვებს ასწავლის ბიზნესის კეთების საქმეს. მან ნობელის პრემია მიიღო 2003 წელს. ახალგაზრდა მამაკაცია, აქვს თავის სასწავლო ცენტრი და უაღრესად საინტერესო პიროვნება. ძალიან მოკლედ თუ ძალიან მოკლედ გეტყვით, ის რას ასწავლეს, იცით? პირველივე ბიზნეს საქმიანობა თუ წარუმატებელი იქნებაო, ეს ძალიან კარგიაო. იმიტომ რომ იცოდეთ რომ სოფლიო პრაქტიკაშიო, ვისაც პირველივე ბიზნესი წარმატებული ქონდა, მათ ანუ ალბათ ამ შემთხვევაში კეთება სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებულ გამოცდილებაზე. დიახ, გამოცდილებას უფრო მეც მიიღებთ და უფრო დიდი წარმატებები გექნებოდო და თუ კი თქვენ პირველივე ბიზნესი, რომელსაც განეწეოდით, წარმატებული იქნებაო, აუცილებლად პრობლემები გექნებათ შემდგომ, იმდი ისე დაკრეიტდება თქვენი იმუნიტეტიო. აი ესე გებია ბატონო როსტომ, ძალიან დიდი მადლობა. Talk-show ეკონომიკური სტრატეგიის დღევანდელი გადაცემა, ესე ვთქვათ, დასასრულს უახლოვდება. თუმცა მანამ სანამ დააგემშვიდობებოდეთ, მინდა შემოგთავაზოთ სიუჟეტი, რომელიც შუახევის მუნიციპალიტეტში ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით მოამზადეთ. ინვესტორმა კომპანია აჭარისწყალი ჯორჯიამ ადგილობრივი მედია საშუალებების წარმომადგენლებს მშენებლობის დეტალები საგანგებოდ მოწყობილი მედიატურის ფარგლებში გააცნო. კომპანიის ხელმძღვანელი პირები ირწმუნებიან, რომ მშენებლობა გარემოზე უარყოფით ზემოქმედებას არ მოახდენს, იმ შემთხვევაში კი თუ მშენებლობის გამო რომელიმე ადგილობრივი მცხოვრებელი დაზარალდება, რისი შანსიც მათი ვარაუდით თითქმის არ არსებობს, აჭარისწყალი ჯორჯიამ მზად არის მას კომპენსაცია გადაუხადოს. შუახევი ჰესის მშენებლობა აქტიურ ფაზაში შევიდა. მშენებარე კომპანია აგებათუმმა ჰიდროელექტროსადგურის ინფრასტრუქტურისთვის საჭირო გვირაბების გაყვანა უკვე დაიწყო. სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით 3 ჩიროხისწყლის ხალთის, ხალთა დიდაჭარის და დიდაჭარა შუახევის გვირაბების მშენებლობაა გათვალისწინებული. მათი საერთო სიგრძე 32 კილომეტრს აღემატება. პროექტის უსაფრთხოების დირექტორის განმარტებით, გვირაბების გაყვანა ბურღვაფეთქებითი მეთოდებით წარმოებს, რაც შენობების იმგრევასა და მეწყერული პროცესების გააქტიურებას თითქმის გამორიცხავს. აფეთქება დღის განმავლობაში ორჯერ დილით და საღამოს ხდება. მის შედეგებს ულტრათანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით ვაკონტროლებთ. იზომება აფეთქების ზალა, რათა მას არ მოხვდეს ტერიტორიის დაზიანება. ჩვენ ვაკონტროლებთ სიტუაციას, თუმცა თუ ჩვენს მიერ განხორციელებული ქმედება ნეგატიურ ზიანს მოახდენს ნებისმიერ ნაგებობაზე ან მონაკვეთზე, გარწმუნებთ აუცილებლად ავანაზღაურებთ ზიანს. ყველა ის საჩივარი, რომელიც ჩვენს კომპანიაში შემოვა, დეტალურად იქნება შესწავლილი. შუახევი ჰესის მშენებლობის პროცესში გარემოზე მავნე ზემოქმედების შესაძლებლობას გამორიცხავს პროექტის დირექტორიც პიტერ ჯოზეფეიმ ამის შესახებ ინვესტორი კომპანიის აჭარისწყალი ჯორჯიას მიერ ადგილობრივი მედია საშუალებების წარმომადგენლებისთვის მოწყობილი სპეციალური მედიატურის ფარგლებში განაცხადა. მისი მტკიცებით კომპანია ეფექტურად უზრუნველყოფს მყარი ნატანის მართვას და არ დაუშვებს წყაროსა და სასმელი წყლების დანაკარგს მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა მშენებლობის პროცესში გვირაბების ტრაექტორია შეიცვალოს. ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობთ უსაფრთხოებას, სათავე ნაგებობა კეთდება სოფელ მახალაკიძეებთან ახლოს. გვირაბის საშუალებით კი ის დიდაჭარის ხეობაში მიედინება და გვირაბი თვე უკავშირდება შუახევს. ხშირ შემთხვევაში გვირაბის სიღრმე მიწის ზედაპირიდან 100-დან 700 მეტრამდეა. სხვადასხვა მონაკვეთზე განსხვავებულია მისი დიამეტრიც. პროექტის ფარგლებში შემუშავებულია ბიომრავალფეროვნების დაცვის ამოქმედო გეგმა, სადაც ყველა ის ვალდებულებაა გაწერილი, რომელიც კომპანიამ უნდა აიღოს საკუთარ თავზე. როგორც მშენებლობის პროცესში, ასევე მისი დასრულების შემდეგაც. ჩვენ მკაცრად ვიცავთ ამ ვალდებულებებს. შუახევი ჰესის პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით აჭარისწყალი ჯორჯია დეტალურ ინფორმაციას აწვდის ადგილობრივ მოსახლეობასაც. ამის მიზნით კომპანიამ დაახლოებით 1 წლის წინ შუახევსა და ხულოში საინფორმაციო ცენტრები გახსნა.
აქ მოქალაქეს ჰესისა და გვირაბების მშენებლობასთან დაკავშირებით ნებისმიერი ინფორმაციის მოპოვება და საჩივრის შეტანა შეუძლია. მოსახლეობას მიეწოდება ბროშურები ყველა იმ საკითხზე, იქნება ეს მონიტორინგის ფერდობების, იქნება ეს წყლის მონიტორინგი, იქნება ეს სხვა თემები, რაც მნიშვნელოვანია მოსახლეობისათვის, რათა მაქსიმალურად მოსახლეობა მიგრძნოს თავი ამ შემთხვევაში უსაფრთხო. ცხადია, იქნება ძალიან ბევრი კითხვა და ეს ნორმალურიც არის ასეთ პროექტებში, მაგრამ მე მგონი დღევანდელმა საინფორმაციო ტურმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა თუ რამდენად ამხელა პროფესიონალიზმით უდგება ჩვენი კომპანია ამ ყველაფერს. მიუხედავად კომპანია აჭარისწყალი ჯორჯიას წარმომადგენლების მცდელობისა მოსახლეობას დეტალური ინფორმაცია მიეწოდოს, ჰესების მშენებლობისადმი ადგილობრივების დამოკიდებულება მაინც არაერთგვაროვანია. მოქალაქეების ნაწილი პროექტის განხორციელებაში სარგებელს, ნაწილი კი საფრთხეებს ხედავს. 3000 მეტრო მეცი ფული გადამიხადეს, გვერდით ჰქონდა ნაკვეთები, სოფელსაც მეც. სოფელს გზოხადეს ნაწილობრივ, ჩვენ დავჭირთ 3 ოჯახი. რომ დაგწვიდე რომ ავაშენებთ და მე გადაგიხდო. ადვალი არის თლიანად წყალით გავსებული და შიგნით ცხოვრება შეუძლებელია და ცხოვრობდი შიგნით და ამის გამო 3 თვეა ეს ტერიტორია დაცვლილი მაქვს. შიგნით მოწესრიგებული მაქვს ყველაფერი, სველი წერტილიც ყველაფერი, მაგრამ არის ცხოვრება სიესტის გამო და ჩატეხილია პოლი და შეიძლება რომ კომისია მივიდეს და ნახოს და შეამოწმოს თუ როგორ მდგომარეობა. შუახევი ჰესის პროექტი ნორვეგიული Clean Energy Group-ის, ინდური Tata Power-ისა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. მისი საერთო ღირებულება $400 მილიონ აღწევს და 2 დამოუკიდებელი ჰესის მშენებლობას ითვალისწინებს. კომპანია აჭარისწყალი ჯორჯიას წარმომადგენლების ინფორმაციით, ჰესები ელექტროენერგიის გამომუშავებას სავარაუდოდ 2016 წლიდან შეძლებენ. ამით თოქ-შოუ ეკონომიკური სტრატეგია დასრულებულია. მე მომავალ ორ შაბათამდე გემშვიდობებით, ორ შაბათს 19 საათზე შევხვდებით.